გამარჯობა მეგობრებო. ახალი ჩაფხუტი მაქვს. ძლივს რა, როგორც იქნა. ახალი სამაგრიც უყიდე ჩაფხუტს კამერისთვის და ავაწყე vlogging-ისთვის, ამიტომ I am back. 19 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით ვიქნები მოტოტურში სომხეთში. ხან მოტოციკლებზე ვიждები, ხან მანქანაზე. სადაც საპორტის როლს შევასრულებ და სათადარიგო მოტოციკლეტი და დანარჩენი ატრიბუტები, რაც შეიძლება გზაში დაჭირდეს ადამიანს ციკლეტზე მოგზაურობისას, მედება მე და შევეცვლებით ხოლმე ერთმანეთს, ხან მე ვიждები მანქანაზე, ხან ჩემი მეგობარი და ასე შემდეგ. მივყვები Moto Travel Georgias და იქნება ალბათ დაუვიწყარი ტური. ჩემი პირველი გრძელვადიანი მოგზაურობა არის მოტოციკლეტებთან ერთად და ძალიან მაინტერესებს. სომხეთი ნანახი არ მაქვს თან და ჩემი აზრით იქნება ძალიან ლამაზი. მინდა რომ ერთი ვიდეო ჩავწერო ჩემ ეკიპირებაზე, რითიც ვიღებ, ანუ იმაზე და არა მოტოეკიპირებაზე, როგორ მაქვს გაკეთებული, რა ჯობია და როგორ ჯობია მაქვს. 2 წელი დავხარჯე იმაზე, რომ ეს ჩემი სეტაპი ყოფილიყო გამართული და კარგი ხმა ყოფილიყო, კარგი ვიდეო ყოფილიყო და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც მოვიძიე ინფორმაცია და დავარისერჩე, გაგიზიარებთ და ვიღაცებს იმედია გამოგადგებათ. მე ძალიან დიდი ხანი მინდოდა რომ ხმა გამესწორებინა ვიდეოზე და კარგი ხმა მქონოდა, მაგრამ ბევრი ძნელობის შემდეგ ძლივს გავიგე რა როგორ უნდოდა. გეხმარებათ ჩემი აზრით ეს ვიდეო თქვენთან, რამოდენიმე ადამიანი დაინტერესებულია და მინდა რომ ეს ინტერესი მოუკლა ამ ადამიანებს და თუ დაწყება უნდოდას და ვერ იწყებდნენ აქამდე დავეხმარო და დავაწყებინო ამ ჩემი რჩევებით, რა ჯობია, როგორ ჯობია. GoPro-ში ვერ ვერკვევი მე თვითონ წესიერად, იმიტომ რომ ახალი ხილია ჩემთვის, ეხლა მომცა ჩემმა მეგობარმა და ეხლა ვხმარობ. მაგრამ რატომაც ვიყიდე DJI და რატომაც ვარჩიე GoPro-ს DJI, მაგას გეტყვით ჩემი გადმოსახედიდან რა იყო მთავარი და თქვენით განსაზღვრეთ მე GoPro ჯობია თუ DJI რა გადასაღებად ესეთ დროს. გაჩნია რისთვის გინდა რას იღებ, მოკლედ. ამ ვიდეოსაც იხილავთ და მერე სომხეთში გამოგზაურებთ ჩემთან ერთად და იქნება ძალიან მაგარი, დარწმუნებული ვარ. თან ისეთ მაგარ ხალხთან ერთად მივდივარ, ერთი სული მაქვს, ვეღარ ვითმენ. მოტოტური adventure ბაიკებით. თან რა კარგი ბაიკებით. ყავთ აფრიკა თვინები, ყავთ Suzuki ვისტრამებიც, ყავთ ტრანსალპებიც, სუახალახლები. ძალიან კარგი იქნება. ვაპირებ რომ პატარა დოკუმენტურისავით გადავიღო რამოდენიმე სერია. იქ 7 დღე ვიქნებით და 7 დღეს ერთ იმაში ვერ ჩავატევ და იქნება დოკუმენტურივით იყოს თქო და რამოდენიმე სერია გადავიღო, გაასწორებს მაგრად. როგორ საცობი არის, იქ საცობია, ნახე რა ხდება. ბასლეინში საცობი არის. რაღაცა მომხდარა აქ და იმიტომ არის ესეთი ამბავი. ძალიან ცხელა უკვე. ხო და ჩემმა მეგობარმა მათხოვა GoPro და ეხლა მაქვს უკვე 2 კამერა.
და შემეძლება რომ ორი კამერით გადავიღო კონტენტი და უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთი ესე სტატიკური კუთხით გადაღებული ცოტა მოსაბეზრებელი არის რა, რაღაცა ჭრებსაც რო აკეთებ editing-ის დროს მოსაწყენია სულ ერთი კადრი ჩანს და სულ რაღაცა ის არის და ხან ესე ჩემზე იქნება მოშვერილი, ხან სადღაც სხვაგან გვერდზე გადავაყენებ რაღაცა ის და საკაიფო მრავალფეროვანი კადრები გამოვა მოკლედ. ჩაფხუძე მე კიდე ცალკე ვისაუბრებ. სულ მაინტერესებდა სომხეთი აქ გარშემო რაც კი გვაქვს რუსეთის გარდა ყველა ქვეყანა ნანახი მაქვს აზერბაიჯანიც, თურქეთიც შენ მქონდა სომხეთი და დადგა სომხეთის დროსთან რა კარგი სომხეთის დრო ეგრევე მოტოციკლეტების ტური ძალიან ბევრ რაღაცას ვისწავლი პირველი რაც მიხარია ეგ არის რომ დიდი ცოდნით დავბრუნდები და ბევრი ემოციით და ბევრი ახალი არა მარტო მოტოციკლეტის შესახებ არამედ რაღაცა ბევრ ახალს ვისწავლი ამ მოგზაურობაში ზოგადად მოგზაურობა ძალიან მიყვარს და თითქმის ყველა მოგზაურობიდან რაღაცა ერთიათად გაზრდილი ვბრუნდები ხოლმე რა. ეს ახალი ინფორმაცია რაც შემოგდის თავში ეს უბრალო ინფორმაცია შეიძლება გეგონოს რომ ესე არის და რაღაცა, მაგრამ ილექება იქ შენ თავში და ყველაფერზე მერე ახდენს გავლენას შენს ცხოვრების განმავლობაში რა. არ ცნობიერი საკენკივით კენკავს მერე მაქვს შენი გამოცდილებებიდან რაღაცებს და ძალიან ასწორებს ეგ. აჰა, traction control-მა გამითიშა ეხა გაზი, იმიტომ რომ არასწორად მოვიქეცი და ხრეშზე გადავედი და ზედმეტი გაზი მივეცი. იმდენად მიმაჩვია ამ მოტოციკლეტმა, რომ რაღაცებს კპატიობს და შენმაგივრად აკეთებს, რომ მოვიწყდება ხოლმე ხანდახან, რომ არ შეიძლება დიდი გაზით ეგრე გადასვლა, მაგრამ ეგ არაფერი. აუ რა გავკრივდი? მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. ეს იყო ვიდეო ანონსი. ძალიან მალე შევხვდებით, აბა, დროებით.